მოგესალმებით ჩემო კარგებო, ჩემო საყვარლებო, მე ვარ ანა და დღეს მინდა ასეთ საკითხზე ვისაუბროთ. რას გრძნობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, რა აქვს მას გულში, ისეთი, რასაც თქვენ ვერ გეუბნებათ. არის ისეთი მომენტები, როცა ადამიანს უჭირს მაგალითად გრძნობების გამოხატვა, აღიარება, რაღაცის შიში აქვს, რაღაცის შეიძლება რაღაც აბრკოლებდეს, შინაგანი რაღაც აქონდეს გადასალახი ბარიერები, რასაც ადამიანი ვერ ერეოდეს, ხო? და თქვენ გაინტერესებთ, რომ მისი გრძნობები როგორია, რა უდევს მას გულში, თავში თქვენს მიმართ. შეიძლება ცოტა გაბნევდეთ მისი სიჩუმე და გამოუთქმელი ემოციები. ამიტომ მოდით ჩვენ ვკითხოთ ტაროს, თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, თქვენი საყვარელი მამაკაცი. რას გეტყოდათ დღეს, რისი თქმა უნდა, მაგრამ ვერ გეუბნებათ, აქვს გულში რაღაც, შეიძლება აწუხებს ადამიანს, მაგრამ აი თქვენ ამაზე არ გესაუბრებათ, ან არ გამოხატავს ემოციებს, გრძნობებს, არ უყვარს გრძნობებზე და მის ემოციებზე ლაპარაკი. ნახოთ, მოდით აბა, ვკითხოთ ტაროს ჩვენ ის რას გრძნობს თქვენს მიმართ, რასაც თქვენ არ გეუბნებათ. რისი თქმა უნდა და არ გეუბნებათ, მოდით ვნახოთ. თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. რისი თქმა უნდა და არ გეუბნებათ. რისი თქმა უნდა, თქვენ ჩაფიქრებულ პიროვნებას და არ გეუბნებათ. რომ მან უკვე არჩევანი თქვენზე გააკეთა, თქვენ აგირჩიათ, რომ ეხლა არის ისეთ ეტაპზე, რომ ამ გულის არჩევანს ის თავად ვერ გამოხატავს. ზუსტად ეს არის, რომ ზის და ფიქრობს, როგორ შეიძლება თქვენამდე მოიტანოს ეს ათქმელი, ეს გრძნობები, რაც მას თქვენს მიმართ გააჩნია. უნდა თქვენი ურთიერთობა უფრო მშვიდ ეტაპზე გადაიყვანოს, რაღაცა შეიძლება არის თქვენს შორის მომხდარი ისეთი გაუგებრობა და ეხლა შეიძლება უნდოდეს გულში და გრძნობდეს, რომ რაღაცა თქვენ შორის დაალაგდეს, ამის სურვილი ჰქონდეს და უფრო მშვიდი და გაწონასწორებული პერიოდი მოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, ვიდრე ეხლა არის. მას განცდა აქვს ისეთი, რომ ვერ იღებს იმას, რაც მას რეალურად უნდა. შესაძლოა თქვენგან ელოდებოდეს რაიმე ისეთ ინიციატივას, შეთავაზებას, რაც მას ემოციურ კმაყოფილებას მიანიჭებს, რადგან ეხლა ეს არის სრულიად უკმაყოფილო, შინაგანად, როგორი არის იცით, შინაგანად არის აპათიაში, ვერ იღებს იმას, რაც მას რეალურად უნდა. ვერ გამოხატავს თავის ემოციას და გრძნობას ისე სათანადოდ, როგორც მას უნდა. თუმცა მას თქვენთან ნამდვილად უნდა სიმშვიდე. ეს რაღაცა ბობუქარი ტალღები, რაც შეიძლება თქვენ შორის იყო პერიოდი ასეთი, შედარებით მშვიდ წყლებში გადაიყვანოს და გამოიყვანოს ეს თქვენი ურთიერთობა იმ მძიმე პერიოდიდან, რაშიც შეიძლებოდა ყოფილიყო. თქვენ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ, ძალიან გამორჩეული ხართ მისთვის, თქვენ უკვე შეძელით და მის გულში მოხვდით, ეს ძალიან დიდი გამარჯვება არის თქვენი მხრიდან, რადგან თქვენ შეძელით, რომ შეგეღწიათ მის გულში, მის გრძნობებში ადგილი დაგეკავებინათ, მაგრამ ამ ადამიანს აქვს შინაგანი უკმაყოფილება, თუნდაც საკუთარი თავის მიმართ, რომ შეიძლება ისე ღიად ვერ გაჩვენებთ იმას, რასაც რეალურად თქვენს მიმართ გრძნობს. თუმცა დიდი სურვილი აქვს ეს გამოხატოს და თქვენი ურთიერთობა წაიყვანოს ისეთი მიმართულებით, სადაც ორივე იქნებით მშვიდად და
ბედნიერები.